სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი დღე მოგესწრება თქვენ არის ხორციელი შაბათი, ერთ-ერთი დღე, როდესაც განჩინებული არის მისვალებულთა მოსახსენიებელი და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ ჩვენ მოგცა მადლი, მოგცა ძალა, მოგცა გონიერება იმისათვის, რომ სად უნდა ვიყოთ ადამიანი პირველ რიგში გონიერებით გამოირჩევა. სად უნდა ვიყოთ ჩვენ? რა ჟამი არის ახლა? ამ კითხვას უნდა სვამდეს ადამიანი და მადლობა უფალს, რომ ჩვენ დღევანდელი ჩვენი დღე დავიწყეთ სიყვარულით, სიყვარულის გამოვლინებით ჩვენი უფლისადმი და ჩვენი მისვალებულებისადმი. ეკლესია ყოველთვის დედა ეკლესია თავის წიაღში მოსული ადამიანისთვის ყოველთვის ზრუნავს და ყოველთვის ცდილობს, რომ რელიგიური გრძნობები და რელიგიური წესები ჩვენში იყოს სწორად. პავლე მოციქულიც მისწერს თავის მრევლს მისვალებულების შესახებ. მაშინ არაერთგვაროვანი ცოდნა იყო ხედვა მისვალებულებთან დაკავშირებით და პავლე მოციქული დღევანდელ წერილში თესალონიკელთა მიმართ განუმარტავს მრევლს საერთოდ სიკვდილის შესახებ, აღდგომის შესახებ, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ მისვალებულებისთვის. ეს შინაარსი ჩვენ ადრე გვისაუბრია ამაზე. მე დღეს უფრო სხვა მიმართულებით მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო და ეუბნება მათ, რომ არ ამნებავსო უმეცრებაი თქვენი შესვენებულთა მათვისო. როგორცო ურწმუნოებიო, არ მინდაო, რომ თქვენც ისე იყოთო და ეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არის, დედა ეკლესია ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანმა შეიმეცნოს, სწორად გაიგოს რაღაცები და უფრო მეტი გაიგოს. ადამიანი არ არის ის არსება, რომ დაუშვათ რაღაც საზომში მოვიდეს სარწმუნოებრივად და გინდა სულიერად და მერე გაჩერდეს. არა. ჩვენ გვაქვს მოწოდება. მოწოდება, აი ჩვეულებრივი მოწოდება გვაქვს, რომ ვიყოთ ვისწრაფოთ სისრულისკენ. და სისრულისკენ რომ ისწრაფოს ადამიანმა, პირველ რიგში მისი გონება უნდა იყოს მზაობაში ამისთვის და მისმა გონება უნდა მიიღოს. ანუ მან უნდა იცოდეს, რომ სწრაფო არის სისრულისკენ საჭირო. ანუ გონებით ხდება, ესე რომ ვთქვათ, ახმა პირველ რიგში. საგნებს და მოვლენებს ჩვენ ჯერ გონებით აღვიქვამთ და მერე იქ ჩვენი დამოკიდებულება როგორც არის, ისე ვექცევით იმ საგნებს და იმ მოვლენებს. ხო ესე არის, ხო? ჩვენ გონებაში როგორც ვთვლით ჩვენ საჭიროთ, ისე ვექცევით და ამიტომ ყველაზე დიდი არის, რომ ადამიანის გონება ვითარდებოდეს ამ ხრივ და რა მინდა გითხრათ, ესე იგი ამ ხრივ, რომ დღეს ჩვენ მოვედით, რა თქმა უნდა, და აღვასრულეთ წირვა, მოისენიეთ ძალიან ბევრი სახელები, ღმერთი მე მთელი პასუხისგებლობით მინდა გითხრათ, მთელ პასუხისგებლობას ვიღებ ჩემ თავზე ამისთვის, რომ თქვენი აქ მოსვლით, ჩვენი აი ამ ღონისძიებით, რომელიც დღეს აღვასრულებთ, გაიხარა დღეს ჩვენმა მისვალებულებმა და ღმერთი ამის წინ თქვენ გაგახარებთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჟული ესეთია, რომ ლოცვაი თქვენი წიაღადვე თქვენ და მოიქცეს. ანუ რასაც ჩვენ ლოცულობთ, ერთ-ერთი სიკეთეს ჩვენ თავსაც უკეთებთ იმ ხრივ, რომ ლოცვაი თქვენი წიაღადვე თქვენ და მოიქცეს ნიშნავს იმას, რომ ეს ლოცვა ისე ჩვენ გვიბრუნდება სიკეთით უკან. და გაიხარა დღეს თქვენმა მისვალებულებმა და გახარებული იქნებით თქვენც აუცილებლად. იმიტომ რომ როცა ადამიანი ცდილობს ხვის გახარებას, ღმერთი შენ გაგახარებს. და ბუნებით არის ეს ჩვენში ჩადებული. მაგრამ მე რა მინდა, აი მე კი არა, უпроსორად ლიტურგიული შინაარსი, აი დღევანდელ დღეს ხომ მიცვალებულთა ხსენება არის, მაგრამ სახარება, რომელიც განჩინებული არის, მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. და ასე წავიკითხეთ ლუკას სახარებას, სადაც ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ იყოს სასწაული მზესაშინა და მთოვარესა და ვარსკვლავთა და ქვეყანასაზე და შეკრებაი თესლებისაი, განკვირვებითა ოხრისაითა, ზღვისაგან და ძრვისა.
ანუ სასწავლე ბოლო დროის შესახებ არის, საშინელი სამჟავრო შესახებ არის, თუ როგორ შეიკრიბებიან ადამიანები წყალში დამრჩოლნი, ცეცხლში დამწვარნი, დაკრძალულნი, დაკარგულნი, აბსოლუტურად ყველანი შეიკრიბებიან და უფალი ბრძანებს რომ ცანი და ქვეყანა წარხდებაო და ჩემი სიტყვა არ წარხდებაო. და მე მინდა ეხლა გკითხოთ უბრალოდ აი სახარებიდან რაც ავიკითხეთ აქედან გამომდინარე აი ამდენი ხანია ეხლა მრევლი ვარ ჩვენ ხომ? და დღევანდელი სახარება ასე მოგვიწოდებს რომ იღვიძებდით უკვე ყოველსა ჟამსა იღვიძებთ ანუ ფხიზლად იყავითო და ევედრებოდეთ რათა ღირს იქნეთ განრინებათ ამის ყოვლისაგან რომელი ყოფა დარს და დადგომა წინაშე ძისა კაცისა. აი მე მინდა კითხო თქვენ მე მაგალითად ამას ყოველდღე აღვასრულებ. მე მინდა კითხო თქვენ თუ აღვასრულებთ თქვენ ამას. აი თუ გილოციათ ესე უფალო აი სამჟავროზე რო დავდგები შენთან აი მაშინ შემიწყალი თუ გიფიქრიათ ან დღის განმავლობაში ან კვირის განმავლობაში ან თვის განმავლობაში თუ გიფიქრიათ ამაზე რომ ერთ ჩვენიერ დღეს და ეს დღე შეიძლება ამ წამში დადგეს ჩვენთვის ჩვენ უნდა დავდგეთ საშინელი სამჟავროს წინაშე სადაც როგორიც ახლა აი როგორც მე თქვენ ხედავ და მისმენთ ახლა და ეს რეალობა აი ესე გადაიშლება წიგნი და ჩვენი განვლილი ცხოვრებიდან აბსოლუტურად ყველა საქმე, ყველა სიტყვა, ყველა ფიქრი იქნება გასამართლებული. ახლა იმას არ შემეკითხებით, არ დასვამთ ამ კითხვას, რომ ღმერთი ამას როგორ იზამსო, იმიტომ რომ ისიც რომ ჩვენი ღმერთი არის ყოვლადწლიერი ღმერთი, რომელმაც არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა ყოველივე და მერე ჩვენ, ხო? მე მინდა კითხოთ ესეთი რაღაცა რომ აი დღის განმავლობაში რამდენ დროს უთმობთ ამას რომ ესე იგი აი უფალო აი შენ წინაშე რო წარდგები სამჟავროზე მაშინ შემიწყალე მაშინ მომიტავე რამდენ დროს უთმობთ ფიქს იმაზე რომ ეს დღე რამდენად რეალობა არის საერთოდ თქვენს ცხოვრებაში და თუ ესე არ არის დღევანდელი დღე უბრალოდ ხვალინდელი დღე უფრო ჩვენ ამას შეგვახსენებს საშინელი სამჟავროს კვირა არის ხვალინდელი კვირა და დაფიქრდით იმაზე რომ რატომ არის რომ საშინელი სამჟავროს კვირის წინა შაბათი წინა დღე არის მიცვალებულთა ხსენება და მე თქვენთვის არაერთხელ მითქვია რომ მიცვალებულთა მსახურებაზე მიცვალებულთა მსახურების ერთ-ერთი სიკეთე კიდევ ის არის რომ ჩვენ ვიხსენიებთ ადამიანებს რომლებიც გუშინ ჩვენთან იყვნენ და დღეს აღარ არიან და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე რომ დღეს ჩვენ აქ ვარ და ხვალე აქ აღარ ვიქნებ. აი ამას გაგვახსენებს, ამას შეგვახსენებს დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ჩვენი ეკლესია და საკითხავების რომელიც არის, ხო, აი რომელიც შვება დაადგრებისო თვინიერ მწუხარებისაო. აი ნახეთ ადამიანები ჩვენ აი მაგალითად სანამ ხორცში ვართ თუ არ არის ასე მართალი მითხარით სანამ ხორცში ვართ ფიქრობთ როგორ შევიქმნათ რაღაც გარემო ისეთი რომელიც ჩვენ ხორცს გაახარებს როგორ ვისიამოვნოთ როგორ შევჭამოთ გემრიელი როგორ მოვისვენოთ კარგად ანუ შეიძლება ვერც ვართ მოსვენებული მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიბრძვით ძალიან მაგრად ვიბრძვით ამისთვის რომლის შესახებაც ერთ სიტყვას ამბობს მერე რომ ერთი წამი და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო ყოფს აი ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს ვიღვწვით, მაგრამ დღევანდელ დღეს სწორედ ჩემი სიტყვის შინაარსიც ის არის, რომ ეს წუთები მაინც იყოს იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ერთი წამი და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო ყოფს. ნახეთ, აი დაფიქრდით უბრალოდ აი ადამიანი წარმოიდგინეთ, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობს, აგროვებს, აშენებს, აგროვებს და უცებ ერთი წამი მოდის და კვდება და ამ მის შეგროვებულს ვინ დაეპატრონება არ იცის. ნახეთ როგორია და ის რაც არის მარადიული ჩვენში, სული, რომელიც სიკვდილი სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის რომ სული ტოვებს აი ამ ჭურჭელს, ხო? აი მარადიულისთვის ჩვენ არ დავფიქრდებით ხოლმე დღევანდელი დღე ეკლესია ხო დედა არის, ხო? აი დღევანდელი დღე სწორედ ამას შეგვახსენებ ჩვენ რომ აი ჩვენი მიცვალებულთა გახსენებით სიკვდილის გახსენებით, მაგრამ განსაკუთრებულად სახარება რას გვეუბნება, ნახეთ, იღვიძებდით, ანუ
ხიზლად იყავითო გვეუბნება. ხშირად არის, იცით, რამდენ გზის არის სახარებაში, იცით, იღვიძებდით, იფხიზლეთ. არ იცით ჯამი როდის მოვა, აი ამას ძალიან ხშირად შეგვახსენებ ჩვენ სახარება. არ იცით საყვარელო, აი არავინ არ ვიცით, ეხლა მე შეიძლება ზედმეტად მომდის ყოველთვის რომ ამას ლაპარაკობ, არ ვიცით, მაგრამ ასე არის. აი შეიძლება 20 წელი გავიდეს, მე სულ ამას ვიძახი, მაგრამ შეიძლება 20 წლის მერე მოხდეს ეს, შეიძლება 10 წლის მერე, შეიძლება ამ წამს, ხო? ეს ერთი წამი, რომელიც ყოველსა უჩინო ყოფ, ჩვენ არ ვიცით ჩვენთვის როდის დადგება, ამიტომ დღევანდელ დღეს ამას შეგვახსენებს ეკლესია, გვიახლოვდება ჩვენ დიდმარხვის პერიოდი და განსაკუთრებული არის ეკლესიის ხმა, ჩვენ შეიძლება ჩვენ თქვათ ეხლა რომ ჩვენ კი რაღაცას ვაკეთებთ ამისთვის, ხო, თუნდაც აი დაუშვათ ლოცვებს კითხულობთ, ასე რაღაცა, მაგრამ არა. მეტად, აი იღვიძებდი და ფხიზლად იყავით ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში საყვარელო ერთი წუთი მაინც დაუთმე. ერთი წუთი მაინც დაუთმე იმას, რომ აი ეს რო წერია, რომ ესე იგი ევედრებოდეთო, ანუ ილოცე იმისთვის, რომ სახარება გეუნებათ, მე კი არ გეუნებით. დღის განმავლობაში ლოცვა აღავლინეთ იმისთვის ყოველდღიურად ერთი წუთით მაინც, რომ ესე იგი აი ამ დღეს, როდესაც ჩვენ დავდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე, რომ ჭეშმარიტად ჩვენი სიკვდილი იყოს გარდაცვალება და არა როგორც აი ხევსურებმა იციან, მოკვდა და დამარხესო, იტყვიან ხოლმე უკეთურ ადამიანზე და კეთილ ადამიანზე გარდაიცვალა და დაკრძალეს. და ამაში არის ჭეშმარიტება. არ იყოს ჩვენი სიკვდილი ისეთი, რომ მოკვდეთ და დაგმარხონ მარტო. არამედ ჩვენი სიკვდილი იყოს გარდაცვალება. როგორ იქნება ჩვენი სიკვდილი გარდაცვალება? აი, როდესაც მე მაგალითად და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რასაც თქვენ გეუბნებით, მე არასდროს არ მithქვია, რომ აი ეხლა გააძლევთ კურთხევას და ასე მოიქეცით, ისე მოიქეცით. მე ყოველთვის გეუბნებით ხოლმე, რომ მე ვაკეთებ ამას. გააკეთე შენც. შენ თუ ამბობ, რომ მამა დავითი ჩემი მოძღვარია, ხო? და თუ ესე ცხოვრობ ამ პრინციპებით, ხო? მაშინ მე გეუბნებ, მე ვაკეთებ. მოძღვარი რას ნიშნავს? მოძღვარი ნიშნავს წინამავალ კაცს, ხო? ის თუ აკეთებს, შენც და გააკეთო. და გარდაცვალება როდის იქნება ჩვენი, იცით? როდესაც ჩვენი სიცოცხლის მანძილზე ვეუბნებით ქრისტეს, ვევედრებით, რომ უფალო, აი მაგ დროს შემიწყალე, მომიტევე, მომეცი სიბრძნე, მომეცი გონიერება, მომეცი ძალა, რომ ისეთი რამე არ გავაკეთო, რომ იქ მარე დავისაჯო. მაშინ ჩვენი სიკვდილი გარდაცვალება იქნება, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენ ისე დამდგარი ვიქნებით. სიკვდილი რა, ეს დარჩება აქა. ეს ჭურჭელი დარჩება აქ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რასაც აქ ვაკეთებთ. უფალო, შემიწყალე, ვამბობთ, ხო? ხო და ეს იქნება შენთვის გესმით გარდაცვალება და აი ადამიანისთვის, რომელიც თავის სიცოცხლეში არ ზრუნავს ამისთვის, მისთვის სიკვდილი ძალიან მძიმე იქნება. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა იქნება, რომ მთელი ცხოვრება, აი წუთი სოფელი რო გაატარო, იცხოვრო არარეალობაში და ერთ წამში დადგეს რეალობა. ძალიან მოულოდნელი იქნება. მაშინ ჩვენი გარდაცვალება არ იქნება. ძალიან მძიმე იქნება ჩვენი სიკვდილი, თუ ესე უდებად ვიქნებით ჩვენ და ამას შევახსენებთ დღევანდელ დღეს ჩვენი ეკლესია, ჩემო ძვირფასებო, ზოგადად გითხარით, რომ მიცვალებულთა მსახურება ჩვენ ამაზე გვაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენს დაგვიდგება ეს დღე და გუშინას თქვი, ვინც ბრძანდებოდით ახლა და ეხაც მინდა რომ გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწუხარე ადამიანი ბრძანდებით. ატომღაც სულ აი გონებაში მაგ ხოლმე აი მიტრიალებს, რომ ატომღაც ჩვენთან ესე იგი არ ერთი და ორი აღარ არის, აი შვილმტარ დედაზე ვამბობ, აი ყველაზე მეტი მწუხარება, ვის აი გუშინ ბექას გარდაცვალების დღე იყო, ბექა ხო იცით, აი ანზორის და ბელა მოახერხა ის, რომ მოვიდა ახლა ლოცვაზე იდგა. ლოცვაზე იმსახურა, ლოცვაზე მოვიდა. ძალიან ვაჟკაცი ადამიანები არიან, აი ჩვენთან ვინც არიან, აგერ დალი არის, აგერ ნელი არის, აგერ ნახეთ, აქ ვინც ხართ, აი ვინმე არ გამომჩეს, არ მინდა რომ ჩამოთვალო, აგერ ეკატერინე აქ ხარ, ხო? ეკატერინე აგერ ხო და რა ვიცი, აი ვინმე არ გამომჩეს ახლა ესე დროს, რომ იცით რა არის, აი მინდა გითხრათ, აი ამ ადამიანებს
რომლებმაც ესე იგი იპოვეთ თქვენ თავში ვაჟკაცობა რომ აქ ხართ და იპოვეთ თქვენ თავში კეთილგონიერება რომ თქვენ შვილებთან და ჩვენი ზოგადად ჩვენ მიცვალებულებთან ცოცხალი კავშირი გქონდეთ მე მინდა გითხრათ აი სანუ გეშოთ გითხრათ ესეთი რაღაცა ნახეთ უშინაც გავამახვილე ჩვენ ყურადღება ამ სიტყვებზე ნახეთ ერთ-ერთი ტროპარია რომელსაც ვკითხულობთ რომელიც სიღრმით ამით სიბრძნისა შენისათა ყოველსავე კაცთმოყვარებით განაგებ უყურეთ ესე იგი ღმერთი თავისი სიბრძნის სიღრმით ყველაფერს აბსოლუტურად კაცთმოყვარებით განაგებს აი ეს მინდა რომ ამაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება იმიტომ რომ რაც ხდება ხო აი ყველაფერში ღმერთის კაცთმოყვარება არის და ამით ვინ უგეშოთ ჩვენ თავი რომ ესე იგი მიუწვდომელია ღვთის განგებულება მიუწვდომელია ვის აი სოლომონ ბრძენი ამბობს რომ სიბერის პატიოსნებაო წლების სიმრავლე კი არ არისო ხცოვანება არ გონიერება გასდაო და იქნება იმ ადამიანებმა რაღაცა საზომში მოვიდნენ რაღაცა ჩვენ ხო არ ვიცით ხო ახლა ამ ვერ გაგვიგია ვერ აღვიქვია რაღაცები და იქნება იმ ადამიანებმა გაგვასწრეს ჩვენ თავიანთი ხედვით თავიანთი სიყვარული თავიანთი სიკეთე და აღავსეს ამ წუთის სოფლის ჟამი და იქნებ ასე მოხდა და ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცოდეთ რომ ღმერთი ყოველსავეს თავისი სიბრძნის სიღრმით განაგებს კაცთმოყვარებით ამინ